მოგესალმებით. გამარჯობა. ბიჭებო, ერთ ძალიან საინტერესო კანონზე მინდა თქვენი ყურადღება რომ მივაქციო. კანონი, რომელიც ინიცირებულია და რომელიც ძალაში რომ შევა, ადგილობრივ ორგანიზაციებს არ ექნებათ გრანტის აღების უფლება, თუ ამას არ ჟესტი არ დაინახა ძირმასა ტელემაყურებელმა, ვერ მიიღებს განს თუ ეს არ იქნება ნებადართული ხელისუფლების მთავრობის მიერ. შესაბამისად, რა ვიცი, ვაის გაეყარნენ და უის შეეყარნენ მათი აზრით ნაცლიბრდებილები და ჩვენთვის, ჩვეულებრივი ქართველებისთვის ძალიან კარგი დრო დადგა, როდესაც 1000 გვარ მაიმუნობაში ფულს აგენტები ესე ვერ აიღებენ და მოუწევთ ჩემოდით დარება სხვადასხვა სადაზვერო ორგანიზაციებს, რომელთა დაკვეთას ისინი ანუ ეს ლიბერდებილი ორგანიზაციები ასრულებდნენ. ხო, თქვენი ანგელოზივით კანონი არის. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამ კანონის აუცილებლობაზე მიგვითითა თავად ევროკომისიამ და ევროკავშირმაც კი, რადგან მათ თავადვე აღიარეს, რომ არამიზნობრივად იხარჯებოდა ეს თანხები. აი აქ ცოტა დაწვრილებით რომ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ჯაყუთები. არამიზნობრივობა ნიშნავს ის, რომ მაგალითად, როდესაც გამოიყოფოდა არა, ეხლა რა მოხდა რა? გამოიყოფოდა გრანტი. ევროკავშირმა რა თქვა? ხო და უყურე, რომ მაგალითად ევროკავშირი გამოყოფდა გრანტს წვანი რაღაც თემაზე. ხო, ელექტროავტომობილების პოპულარიზაცია საქართველოში. მიდიოდა რევოლუცია. და ამის ღირებულება არის 5 მილიონი. ეს რეალურად იჯდებოდა დაახლოებით ანუ კონკრეტულ ციფრებზე რა თქმა უნდა არ ვლაპარაკობ დაახლოებით ციფრებზე. მილიონი რო დახარჯულიყო რომელიმე გავიგებდით რომ ეგ პოპულარიზაციის აქცია სადღაც განხორციელდა. ნუ სადღაც ალბათ 1-2 ბილბორდი. ხო. და 1-2 რეკლამა Facebook-ზე. მე მგონი დანარჩენი თანხა იხარჯებოდა იმის რომ მაგალითად ლაზარის ესწავლა მოლოტოვის სროლა. მაგალითად ესწავლოთ პოლიციელების პიროტექნიკის დამიზნებით, ესე ოსტატურად შეესყიდათ პიროტექნიკა. შეესყიდათ პიროტექნიკა, გაევლოთ ტრენინგები. შენ მარტო სასწავლო საგანმანათლებლო ხაზს მიყევი და ის რა ქვია მთავარი ტროტილი ანუკას ეყიდა ლობიანები. რეკრუტინგი ასე მოხალისე მარტო რაღაც სასწავლო გადაეხადათ თუნდაც, როდესაც ხალხს ვერ აგროვებდნენ იმ ხალხისთვის, ვისაც მოაგროვებდნენ და გადააკეტინებდნენ რუსალს და ასე შემდეგ. და რასაკურველი ანუ ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს უნდა აკონტროლებდეს იმ უცხოურ ფულს, რომელიც შედის მის ქვეყანაში, უნდა აინტერესებდეს მისი დანიშნულება, უნდა აინტერესებდეს მისი წარმომავლობა, უნდა აინტერესებდეს მისი მიზნობრიობა. ყველა ეხლა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე არის. რატომ უნდა იყოს ჩვენთან განსხვავებით და ისევ კიდევ მე-1000-ჯერ როდემდე უნდა ვისმინოთ ამ NGO-შნიკების ჩამოლაგებული ლომჯარიების და გიგაურების და ასე შემდეგების მორიგი ბრალდება, რომ ეს არის კვლავ კიდე ერთი რუსული კანონი. კი ბატონო. მე იძახო, ტავტოლოგია უკვე. მოკლედ, მე საკუთრივ ამ კანონზე არ გავაკეთებ კომენტარს, ბაჩო, რაღაცა თავის ხაზი გაშალა და პრინციპში რაღა უნდა ვთქვა, ხა რა თქმა უნდა სახელმწიფოს უნდა კონდეს სრული კონტროლი და აი ზუსტად პრობლემა იცი სად არის, რომ ჩვენ ეხლა იმდენად მოუძლიერდით და იმდენად სუვერენული სახელმწიფო, აი იმდენად ეს სუვერენიტეტი გავიმყარეთ, რომ შეგვიძლია ისეთ საკითხები გავაკეთოთ, ანუ რაც მაგალითად დასავლეთ ევროპის, ევროკავშირის ქვეყნებს, ანუ ის მივიღოთ, ჩვენს მოვიპოვეთ ამის უფლება, მაგრამ მე სიტყვაზე გავიხსენებ რაღაც кейსებს, რომელიც პირადად მე შემემთხვა რა, მაგალითად, აი ჩეხეთში ბანკში ფულს ვერ შეიტან, პროსტა რომელიც ქეში გაქვს და ანგარიშზე რო დაისვა. მაგალითად, შვედეთში არის cashless სისტემა, სადაც უბრალოდ ბარათის გარდა მაქსიმუმ აფთიაქში იყიდო რაღაცა იმითი რა. ესე იგი, ყველა ფული როგორ კონტროლდება, ხო ხვდებით, მე რასაც პირადად შევესწარი და ეხა რაზე ვლაპარაკობთ მართლა? აქამდე რომ ეს არისო. აქამდე რომ ტრიალებდა ამდენი ფული და თან რაც მთავარია, ჩვენ ხო ვიცით, ვთქვათ, როგორი პოლიტიკა ქონდა დასავლეთს და დასავლეთში გარკვეულ ძალებს. მაგალითად, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით იგი აკეთებდა რევოლუციებს, იყო ეს ფერადი რევოლუციები, განსაკუთრებით მე ეს დალყა, რომელიც შეეხო ლათინურ ამერიკას, აღმოსავლეთ ევროპას, ომები, ყველაფერი, რაც კი შეიძლება იყოს. ამას ახორციელებდა ერთი სტანდარტით, ერთი ძალიან სტანდარტიზებული მეთოდით,
რომელსაც ერქვა ეს რაღაცა ცნობიერების ამაღლება NGO-ებში ნასწავლი დემოკრატიზაციის პროცესი რა. გამოიყენებ ჭარბი რეალურად. ჭარბი რეალურად, კი. ანუ დემოკრატიის ექსპორტი ხან ხდებოდა ერთი მხრივ ბომბებით, იმაში რა ქვია, Middle East-ში, ახლო აღმოსავლეთში და მეორე მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში ხდებოდა ეს ვთქვათ, ისეთი როგორც ეს ლიბერალები ეძახიან რბილი ძალით. თუმცა თუ ბომბები ხო საჭირო, არც მაგას არც მაგას რა თქმა უნდა, შუა ევროპაში გვაქვს მამის მაგალითი კი ბატონო. ხო და ეს მეთოდოლოგია ზუსტად ერთი და იგივე არის ყველგან. ანუ ერთი პრინციპია. იმიტომ რომ ნახე ამერიკა საერთოდ გამოირჩევა სტანდარტიზაციით რა. მაგალითად სასკოლო სხვა შორის სკოლა არის ძალიან ხატმწერი და ძალიან კარგი ილუსტრაცია საზოგადოებრივი მოწყობის. ადრეც ეგრე. ტრამპმა ეხა გააუქმნა რა. არა, პრინციპს ვამბობ რა, რომ ადრეც ეგრე ყო მაგალითად. ხო, სკოლის აი ეს ერთი ზარის პრინციპი მანამდე ამზადებდა ბავშვს, რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ის გასულიყო და ემუშავა ისეთ გარემოში, სადაც კონვეიერულ გარემოში და ასე შემდეგ და ამერიკამ შექმნა ეს 60-იან წლებიდან განსაკუთრებით 80-იანებში სტანდარტიზაცია რა, ტესტების. რომელიც იმიტომ რომ დიდი საზოგადოება, დიდი მიხვდით და ეს პრინციპი გადავიდა NGO-ებზეც, რომ ყველაფერი ერთნაირია. და რა არის მაგარი, რომ აქაც იგივე კეთდება და ავღანეთშიც. და ერთიგივე მეთოდები, ფერად რევოლუციის ერთიგივე მეთოდები, პატარზლის მიყვანა და კოცნა, ნეფის მიერ, როიალზე დაკვრა, ძაღლის მოფერება და ასე შემდეგ. ვიცით ეს. ლევან ხაბეიშვილი ძალიან მაგარაღას ამბობს. ლევან ხაბეიშვილი როგორც ძალიან ნიჭიერი ჭკვიანი დეკანტროფი, ცოტა ხანი სცენიდან ჩასული იყო და ეხლა უკვე ადის შეიძლება ითქვას თავიდან აკეთეს პირველნაბის სცენაზე, ამან სცენაზე თქოდ გაუშვათ. დისკუსიას ნუ გაიწყებთ რაიმე თემაზე, როცა ლაპარაკია რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აკრძალოთ. ეხლა ნახეთ, როცა ლაპარაკია ნაციონალურ მოძრაობაზე, ესენი ამბობენ, აი ესენი ას მოიაზრებენ ნაციონალურ მოძრაობაში, მოიაზრებენ განსხვავებულ აზრს. ანუ ესენი ამბობენ, უნდა აკრძალოთ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის უკან. ის კი არა პარტიას აკრძალავენ და ეხლა ბიუროკრატულად მეორეს დავაფუძნებთ ძმაო, რა პრობლემაა ან მესამე პარტიას გავაკეთებ. ნახევარსაათში ამაზე არ არის გიორგი ლაპარაკი. ანუ რეალურად ლაპარაკი არის გამოუპატიურებლების ყველების წამებლების და იდიოტების უკვე, იმიტომ რომ აგენტების ქვეყნის მოდი ხე მოკაზე ვილაპარაკოთ. ძალიან არ მომწონს, როცა ჩვენ გონივართ ვიღაცას იდიოტები. თვითონ იდიოტებს. ანუ ბიუროკრატიულად ნაცმოძრაობას რო დახურავ დაუშვა. არა, ტიპმა, მეც მაგაზე მინდა. შმაც მოძრაობას დაარწე, ესეთი დებილები ვარ. არა, შმაც არა, ამაზე აპროტესტებს, რომ ის კი არ არის, რომ ჩვენ ეს გაგვიხურონ და რატო შმაც მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა 2010. მოძრაობა. მოძრაობა რამე ასო ამოაკეთე. მოძრაობა. როდესაც ტიპს პრეტენზია აქვს, რომ პროსტა სახელს გვიხურავ, სახელს კი არ გიხურავენ, გენძრევა. რეზისტენციას გიხურავენ. ანასონის რო დახურავ, დაუშვა და პოვასონიკს რო გახურავ, დაახლოებით. მეგობრებო, აქ თავი პარტიის დახურვის შემდეგ, რა თქმა უნდა, თელი ატრიბუტიკის და იმის აკრძალვა 5 ნომერი, 7 ნომერი, მაგრამ პარტიის დახურვა ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერები და ის ადამიანები, ვინც მის შექმნაში იღებენ მონაწილეობას, კონკრეტულად ვეღარ მიიღებენ პოლიტიკაში. არა, პოლიტიკურ პროცესს ჩამოშორდებიან, დაიწყება რეჟიმის ჯერ პირველ რიგში სახელდება და მერე შეფასების პროცესი, ანუ გააზრების პროცესი. ახალ პარტიას რო აკეთებ. ნაციონალურ სოციალისტური პარტია და ფაშისტები რა და რო გადაერქვიათ სახე და სმაციონალურ სოციალისტური პარტია ხო ტიპები სოციალისტურ ნაციონალურ. ხო და იგივე რო ყოფილიყო ტიპები. ევა ბრაუნი აქციაზე დადიოდეს და ლობიანებს არ იგებდეს. ხო, ოღონდ ევა ბრაუნი არ იყოს. მარიამ ბრაუნი რო სახელი რო შეიცვალოს, ან გვარი. კარგი. მეორე არანაკლები ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო მეგობრებო. ნაციონალური მოძრაობა კი არა. პოლიტიკური ცხოვრება, დემოკრატია უნდა დავიცვათ. იქნება ფრონტის ხაზი ბათუმში, უნდა გავხსნათ ფრონტის ხაზი ბათუმში. იქნება წინააღმდეგობა, გასაცემ, უნდა გავწიოთ. აი, აქედან მოუწოდებ მე. ყველა პატრიოტს, ყველა არა აქვს მნიშვნელობა, ის პარტია, იმ პარტიაში ვარ. ვისაც ეს ქვეყანა გიყვართ. ნაციონალური მოძრაობის გაუქმება რომ მიმდინარეობს. ამაზე ხმა მოვიღოთ და ფიზიკურად, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ეხება ეს. ეს ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ბიჭო, ის როგორ არის? დაგვიცავითო რა, მაგას სიტყვას რეალურად, პროსტა სხვა სიტყვებით რა.
ყველა აქციაზე რო ითქმეოდა, როდესაც პროფკავშირებს მიადგნენ მე ხმა არ მომიყია. მე ბოლოს მე მომა. ებრაელებს მიადგნენ, გოცა კათოლიკეებს არ ვიყავი კათოლიკე. აი ეგ მოუხდება რა, ეგ არ ეწოდინებოდა და მაგითო ვერ თქვა. ეს ცოტა რთული, რასაც შენ ამბობ, რთული კონსტრუქცია აზრობრივი ამ პიდეკანტროპისთვის, გაიგე? ეგ არ ეწოდინებოდა. თორე ძალიან მაგარი სათქმელი. ლევან ხაბეიშვილი მინდა დავამშვიდო, უყურებს დარწმუნებული ვარ ჩვენს. შენ არავინ არ დაგიჭერს მე მგონი, იმიტომ რომ არ შეიძლება პიდეკანტროპის დაჭერა. სისხლის სამართალი არ ვრცელდება. არ ვრცელდება. სისხლის სამართალი ადამიანებს ბავშვებზე ხო არ ვრცელდება. ადამიანებზე ვრცელდება. პიდეკანტროპზე არ ვრცელდება. არა, ამას ტესტი რო ჩაუტარო. რამოდენიკით რო იაროს მაგის არა, კარგია ხა ესე არ შეიძლება, რატო შენ დეჰუმანიზაციას ეწევ. ანუ მოის რას მეუნები აბა რომ მაწანწავა მეტისებმა უნდა ირბინონ და მეტის რატო ეწევ? არანაირი მეტის. ჰომო საპიენსი არ არის ეს. არის ჰომო ერექტუსი. კი, ჰომო ერექტუსი. მე მგონია შეხვეწ. პიდეკანტროფია რა. ადამიანის აი დარვინის თეორიის თანახმად მაიმუნი კი არ იყო ადამიანის წინაპარი. ადამიანს და მაიმუნს ყავდა ერთი წინაპარი, დარვინი აბა. მაგრამ მაგის კიდე უკავ ევოლუციური წინაპარი საერთოდ. არა, შენ ძახს სახვები რა. ადამიანის არის თხუნელასებრი რაღაცა ტიპი რა. დინოზავრების ამოწყვეტას რო გადაუჩა. იმენა პატარა ვაფშე მაშინ მე მგონი ყველა ძუძუმწოვარი ხო ტყით არა შენ ეს უკვე დამცირება ჰომო ერექტუსი ზეზვადამზი რა ჰომო ერექტუსი კარგი ანუ ლიფციტა შენ აი უკვე ეს არის აღმაშფოთებელი ჩემთვის ეს არის დისკრიმინაცია რასაც ჰომო ერექტუსი პიდეკანტროპი სამუშაო იარაღები აქვს ამას შეუძლია ცეცხლის მოპოვება ჰადაჰა რა რომელ ხანაში არის? მე მგონი ჰომო ერექტუსს უნდა მოაკლო ჰომო. ჟოზეფ რონი, umcrova ერექტუსი. უმცროს ქონდა ესეთი რომანი, ბარბაზა. ნეოლითია რა ეს. არა, ნეოლითი ახლა იყო. ხოდა ნეოლითი. შენ კი მაშინ რეალურად მოპოვება არ შეუძლია, მაგრამ ნაკვერცხალი შენახვა სადღაც და სირბილი ნაკვერცხი თუ არ ჩაუქრეს, შეუძლია. ცოტა ხანში თუ დავასწრით ბატონო. ნეოლითი და ბურჟუაზია ბარა. ნაპოტების ერთმანეთთან ხახუნით ისწავლის ცეცხლის მოპოვებას, მაგრამ what's did? გიგი უგულავა, აი შედა. გიგი მიგულავა. აი, გიგი უგულავა. ეს არის პერსონალისტური ძალაუფლება კონცენტრირებული ერთ ღვთაებაში და მიდის მთლიანად მთელი პროპაგანდა და სისტემა აწყობილია ისე რომ ეს არის ღვთაება. უბრალოდ ღვთაება იმის ღვთაებაა, რომ ის არ მონაწილეობს ზედმეტად ამ რაღაცა პატარა გარჩევებში და მის ის დისტანცირებული აქედან. მაგრამ ეს ღვთაება, მისი იმიჯიც, ისევე როგორც მისი ადმინისტრაციული, რეპრესიული აპარატი, რომელსაც დღეს საქართველოს ვითომ მთავრობა ქვია, დასუსტდა. და ეს დასუსტება გამოწვეულია ზუსტად აი იმ ყანყალით, რომელსაც ის უკანასკნელი 5-6 თვის განმავლობაში. გასაგებია, ეს ვაყანყალებთო რა. აი როგორ ეთყობა, რომ ეს რა ქვია, სასულიერო განათლება რა. ჩემი აზრით ვაყანყალებს საკუთარ პენის. არა, მეტაფორები როგორი გააკეთა. ეს საერთოდ იცის ხო, მაგრამ კი, ჰუნებითა და ჰუნებითა და ჩვენ კიდე სხვათა შორის გიგი უგულავას ადამიანია, ჰომო საპიენსია, ბუნებრივია. კი. მაგრამ ვერ არის ჩამოყალიბებული როგორი ადამიანი. როგორ არ არის ჩამოყალიბებული? მაგალითად, მართლობის პერიოდში ესე იგი, გიგი უგულავას და მისთანების ესე იგი გაცხადებებული პოზიცია იყო, რომ 25 დეკემბერს შეხვედროდნენ კათოლიკურ შობას რა. იქ ლესელიძეზე რო კათოლიკური ეკლესია არა. ამით პროტესტანტულში მიდიოდა. არა, ამით ბოკერია პროტესტანტულში მიდიოდა ის დამლდორი რო. ის მამაური სუდანი რა ამბობ. ის უფრო ამერიკული ანგლოსაქსონური ხაზი ხო? საერთოდ ნუ მოკლედ რა და ეს ინჯეო ეკლესიაში. ხო, ეს პოლიტიკური პოზიცია არ არის ინჯეო ეკლესია. ეს პოლიტიკური პოზიცია იყო, პოლიტიკური განაცხადია რა. ნუ ქართველებიც არიან ცნობილი საუკუნოვანი გამოცდილება აქვს საქართველოს კათოლიციზმის, მაგრამ ისინი ბოკერია და მისი მეუღლე მიშასულა. იმიტომ რომ ბოკერიას ღმერთს ისე გაგებაც ენჯეოშნიკური აქვს, გახსოვს ის რო თქვა, რომ ჩვენ და ღმერთმა ერთად უნდა ვიმუშაოთო. ჩვენ და ღმერთმა ბევრი პროექტი უნდა ვწეროთო, რომ მაგარი თემები გამოვიდეთ. ტიპმა. ანუ ეგეთი წინადადება საერთოდ. ბავშვი, თეოლოგიას კი არა. აითანაბრა ღმერთი. ვაფშე არაფერს არ გაუგია. დაჟე მარქსიზმს არ გაუგია ეგეთი რამე. ღმერთის ესეთი დაკნინება მარქსი წერს სად?
ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკაშიო ღმერთის ზეციური სივრციდან ქვემოთ ჩამოყვანილ. ან იქაც არ არის ეგ. მე ჩვენ და ღმერთმა იმდენი უნდა ვიმუშაოთ, რომ საქმე გამოგვივიდა. მეორე ნაცევი მამა ზედა სული წმინდა პოკერია მაგწინა დადებით აქცია ბლოგერად მე და რა ბლოგერად კი არა ფედერალისტების არა ჩინოვნიკად ანუ ჩინოვნიკად გრანტები რა ზეციური კანცელარია გენჯეოშნი დამბრიფე რა გავშტავა quick brief მე გეტყვით ყველა რამურსიდან ამას პროტესტი განახული პრაქტიკულად მაშინ როდესაც პარლამენტის შენობაზე შტურმითაც მივდიოდა და კარგი შტურმით მიდიოდა პარლამენტის შენობაზე აი რაღაცა რო იცი თელი ცხოვრება რომ მალავ ოღონდ შინაურებში შტურმი იყო აბარა ცემე აბარა დაახლოებით იგი თემა და ბოლოს სადაც მე 10 წლის თავზე რომ აღიარო კი შტურმით მიდიოდი პარლამენტის შენობაზე არ იყო თურმე შტურმი ხო იყო ანუ რაღაცა ანუ აი ამ აღიარებს რაღა აზრი ნიკა გვარამია გაუშტაბა პირველ რიგში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ ეს ხელისუფლება წლის ბოლომდე უბრალოდ არ იყოს საქართველოში. იქნება ეს ახალი არჩევნები თუ ერთი წამი გაჩერეთ ბოდიში შარვალი რატოაცია. რატო? ხოდ გავშტობ კადრი. ანუ შარვალია. რატოაცია შარვალი? აი დაზუმეთ. ის არის რა ვინტაჟური რაღაც შარვლის სპრინტია აშკარად. შარვლის ის არის რა. და სად არის? უნივერსიტეტის პარკეტის პრინტია. არა, შარვლისა მე მაქვს ესეთ შარვალი. შენი შარვალი. შეხედე როგორ სუბერსიული მოდა. უკვე მე რამდენჯერ ხდება მეგობრებო, რომ ჩვენ გვინა შინაარსი შეცვლა და ფორმა გძალავს რა. აბა, არ მოусმინოთ? არა, ეს არ გვიჩვენე. მაშინ რატო არ მოусმინოთ? რა ვიცი აბა. აი წლის ბოლოს იმას გვაყირავებენ. ქვეყნა გაგდებას გვიპირებს და ამის გაგდებული რა გეგმა უნდა ვიცოდეთ. კი, ხომ არა, უყურე, მე არ მავიწყდება ლელოს მრავალთაგან ერთ-ერთი უძლიერესი PR კამპანია, რომელიც ჩაუშვეს, სადაც მათ უკუთვარო იყო, დაწყებული თუ რამდენ ხანში იქნებოდა, კი ბატონო. ეგ ათლა დასრულდა დაახლოებით 200-მდე დღის უკან. მე კიდე ითვლება. ხო და აღარ აგზავნა. არა, ეგრე არ არის. თავისთვის ითვლიან, თავისთვის. და აი მე ვთქვათ მინუსებში გადავიდა, მინუსები. აი რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ლელო რო არსებობდეს კიდე და მე რო ხო, მინუს უსასრულობა. ხო. მეგობრებო, გავუშტავა ზურაბ ჯაფარიძე. ნახე, ქუჩის ბიჭი. რას ამბობს? ზოლა და ბრძოლის ვირიაციას არის ქუჩა და მეც და არა მარტო მე სიტყვას განასკანიფები თუ არასთან განმავლობაში დაღლოდიანის დეიმი დამაცხება ქუჩიდან იყო. არ გვესმის ადამიანი ამბობს რომ გამოსავალია ქუჩაში ბრძოლა. ქუჩა არის გამოსავალი. ხონებული რეზო ამაშუკელი ამაზე ამბობდა გატრუსულ გოჯს გავს. და სხვარს კი არა რა ნუ ადარებს სხვა. ქუჩა აი ხა რაც შეხება რაც მეგობრებო რა ვიცი აი რაღაცა შეხება თვითონ ჩვენთანაც და მეც ქუჩასთან ქუჩის ბიჭებთან ქონია ქუჩის სიტუაციასთან. სხვა ქუჩას გულისხმობს ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ქუჩას როგორც ასეთს აქვს თავისი ფილოსოფია. რა სადაც ხარ ყველაზე ღრმად ჩაჭრილი, აი ყველაზე აი იმენა არასწორი საზღარი ხალხი, ეს სწორედ ქუჩა არის რა. არერთხელ მოხვდათ. აპრიორი. არერთხელ მოხვდათ გრანტში მაგის გამო. იმიტომ რომ ისეთ საქციელებს აკეთებს. თქვენ სადაც ხართ აპრიორი ქუჩა იქ არ არის. კაი. ერთ-ერთი ქუჩა ვერ იქნება იქ. სოფიოს ერთ-ერთი ქუჩა, ერთ-ერთი ქალაქი. პაატა ბურჭულაძე. არ გვინდა რა, პაატა თაკო ჩარკვიანი, არ გინდა, პაატა რატო არ გინდა? ბიჭო, პაატა რა გინდა, ვაშა ბუღაძე. ჩვენ უნდა დაგოდო ფიციო, ბიჭო. პაატა იძახის. დადოს რა ფიცი, აბა გავუშვით. აი, დავადები. ძალიან დიდი სურვილი რომ დაგვედო ფიცი. და ფიცი დაგვედო ჩვენ ეროვნული ფიცი, რომ ჩვენ არ უღალატებთ. ამ ფიცის მოკლე შინაარსს მე გეტყვით ძალიან მოკლედ ახლა ვცლათ ეს ხვალ იქნება გამოქვეყნებული სპეციალურად არ ვიძახით იმას. ეს არის ის რომ ჩვენ არ უღალატებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ უღალატებთ. დაჭერთ ხურში მithქვათ ჯერ გამოქვეყნებული ეს ფიცი არ არის და სპოილერი რო ფიცვამდე თიზინგს ახორციელებს? ფიც დეპო. მე გეტყვი რატო არ აქვს წარმატება ჩვენი გადაყირავების საქმეში. ფიცი არ აქვს დადებული მეგობრებო. ფიცს რო დადებენ. ბიჭო და რო არ დავადებინოთ? აი თავარი ამოცანაა. რაღაცეებით რო გავაპანტინო. ფიცი კი არა, რა ვიცი რა. ფიც ვერცხლი რო შეჭამო და
რა ფიცი ხალხო ვინდებს ფიც პირველი მოღალატეები ეგენი არიან ფიცის კი არა უბრალოდ და რამდენი ფიცი აქვს და გვარამია რო აწერინებდა დაფაზე ხელმოწერებს რომ არ შევაბაზმავეჭი და შევიდრე გამოცდა და მუბაზი აღმოჩნდა სწორი ფიცი არის ხო საჯარო ტელეეთერში ლაივში ჩაწერეს მაგივრად რომ დაიგინო რაზე დაგინება არა დედაზე და ყოველდღე იწერენ ამ დედას და რაზე დაიგინენ ბიჭო თინახიდაშელი საინტერესო რაღაცა ამბობს გავუშვით ჩემი პრეტენზია ოპოზიციასთან ის კი არ არის რომ ისინი პასიურები არიან ან არ შრომობენ არა ძალიან ბევრ შრომობენ უბრალოდ რაღაც აი დრაივი აკლიათ ქართულად არ გამახსენა ბოდიშვიხტი ეს სიტყვა აი რაღაც აკლიათ რომელიც იქნება გამარჯვების ნაპერწკლის მატარებელი არ ასხივებენ გამარჯვების რწმენას აი ეს აკლიათ ერთადერთი ცოტათი მეტად უნდა დაიჯერონ რომ აუცილებლად დაგეგმება დანარჩენი როგორც არის გეგმაზომიერი წინსვლა ქარიზმა დანარჩენი როგორც არის ძალად როგორც არის თანმიმდევრულობა შვენიერება ეროვნულობა ამ ყველაფერს ასხივებენ უბრალოდ ცოტა მორცხვები არიან და გამარჯვებას არ ასხივებენ ნუ იდიოტი არ არის ხა ეს ქალი ვიზია საუბარით ან ვიღაც ჩარჩებზე და მაიმუნებზე რა ანუ ხაზარაძე თუმცა გამარჯვების დრაივს ვერ შვება რა ან გვარამია ანუ ამას უნდა რომ ბოდო გლიმტმა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა რა ეგეთ განცხადება საბაბუაძე გავხსნით ტაივანში აუ სამაბუაძე და ისინი სრული არ თანამშრომლობა ამ ფსევდო კომისიას ამიტომ ძალიან ცხადად თქვა ეს პირველი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რომლებიც არ მივიდნენ ამ კომისიაზე და რომელსაც უკვე ბრალი წაუყენეს კიდევ სხვებიც დაემატენ აი ამ შემადგენლობას მაგრამ მე ხვდები ჩვენს წინააღმდეგ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი იმიტომ რომ ლელოს ძლიერი საქართველოს სტაბილურობა თვითმყოფადობა და ის რომ ამ პოლიტიკურ турბულენციაში ვერაფერი ვერ მოგვიხერხეს და ჩვენ რჩებით ძლიერ და დამოუკიდებელ თავარ მეტოქეთ აი ამ ძალის არის აღიარება იმისა ვისი და რისი ეშინია ამ რეჟიმს და მე არ მეკვირს აი დეგენერატია ის რომ არა მართლა არ ამასობაში 20000 ლარი გირაო შეუფარდეს ოქბაშვილს და იქნება ასე თქვათ რა თქმა უნდა ძალიან მალე გადაწყვეტილება განაჩენი სწორედ ამ სისხლის სამართლის დანაშაულზე რომელსაც კომისიის მოთხოვნების უგულებელყოფა ჰქვია და ეს განაჩენი იქნება მკაცრი კი ბატონო ამას ისალაპარაკებს იოლად რომ ეს ვაფშე ფეხებზე კიდია ყველას და იქაც არ დაიბარებენ რა ძალიან იოლია რა აბა ეხა სხვებმა თქვა უნდა ხაზარდეს 6 თვე დავუშვათ ციხეში გატარება 6 თვის არ უნდა აშკარად არ ჭირდება პოლიტიკაში მაგიტომ მოვიდა რომ ციხე თავიდან აერიდება ხო და რაღაც პატარაზე რომ წაიფორთხილა როგორ არის მივიდეს ძალიან კაი რამეს ამბობს ხატია დეკანოიძე აი თუ გინდათ სასაცილო და ისეთი ამბები და ხატია დეკანოიძე ხატია დეკანოიძე სანამ გავუშვებთ აი ხატია დეკანოიძეს თქვა საქმიანობას რას დაარქმევდით ქალია და ეს ვერ უტყვი არა თქვა მოღვაწეობა ქვია ბიჭო მოღვაწეობა თუ იუმორია თქვა მოღვაწეობა აი ხო მე დავესესხები ჩვენს მეგობარს ქართულ პოეტს დავით მაღრაძეს და ვიტყვი რომ ხატია დეკანოიძეს აქვს CV და არ აქვს ბიოგრაფიის არც ერთი ტყაველი აუ შემეცი პოეტურად არის თქოთ ჩემს საკუთარ ქვეყანაში და ყობახიძემ და ოხანაშვილებმა და ამ რუსების თქვა რეჟიმის წარმომადგენლობამ და აი ამ ბოლშევიკებმა უნდა ამიგრძალონ მოღვაწეობა და ზოგადად ჩემი აზრის გამოხატვა ანუ ჩემს საკუთარ ქვეყანაში და ესე იგი რეპრესიის ქვეშ მომაქცევ და ვერ ღირსებიან ამას იმიტომ რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ძალა რომელიც მე მომცემს ან 1000-ობით და 10000-ობით ადამიანს იმ რაღაც თქვა შეგრძნებებს რომ მე ამგრძალო და რაღაც ავუგრძალო ჩემთავს ჩემი ქვეყნის სულფასოვანი მოქალაქეობა. მე ციხე იქაც გააგზავნებს წერას. ჩემთვის ყველაზე პრობლემური იყო ამ სიტყვაში რატო ხმარობს აგრძალვას. იმიტომ რომ აგრძალოს. თუ არ არის სწორედ მისი აზრი და გ უნდა იყოს. სხვა შინაარსობრივი პრეტენზია არ მაქვს აგრძალვას. მეგობრებო, სხვა შორის დღეს სტატუსით დავწერეთ. გუშინ ესე იგი მოხდა ორი ამბავი. სისხლის გუბეები დაინახეს. აუ რა მაგარი ამბავი იყო ეგ ძმაო. ხო. და ეგრევე თქვეს რომ ეს რეჟიმის წინააღმდეგობის სტატუსი 9 აპრილის სისხლი უკვე დააგვარესო გითხეს. მაგრამ ხო, ნუ ოღონდ სისხლი იყო ძალიან ბევრი და
იქვე გააშუქეს, იქვე თვითონზე გააშუქეს, რომ შუა რუსთაველზე ავხორცი ძაღლით თავს დაეცხა. კაც ფოტოს ნახეთ და რითი შეატრიალეს? ფეხებში უკბინა. შესაბამისად თუ შეიძლება დავასრულებ, ორი არჩევანი ხონდათ, ან ერთი უნდა გააშუქო, ან მეორე. ორივე რო გააშუქე ახლა. მე მაგას მოაყოლეს კაცო. პირველი ხო იყო რომ სისხლის გუბეები დააყენა და ალბათ იმ ბიჭმა ხო ქართული ოცნების მიერ მიგზავნილმა სპეცრაზმა. ხო. და აიჯალათებ. ზაღლის თემა რო გაიჩითა, მე აიწე ეგ თემა რო ქართულმა ოცნებამ ზაღლები მოგვიქცია. ხო, აი ეს საერთოდ საინტერესო. ზაღლები მოგვიქცია. ოღონდ როგორი ზაღლები? სი უპატრონო ზაღლები. სპეციალურად ის ზაღჭერთა სერვისმა ისინი არ წაიყვანა, იმიტომ რომ ჩვენ დაგვრევოდნენ. ჩვენ მეგობარს უნდა უთხრათ რომ მიხედოს, თორე არ შეიძლება. თვითონ ზაღლებიც კი სწორ არჩევანს რო აკეთებენ ცხოვრებაში, მაგანცადა ზაღლები. ანუ მიუსაფარი ზაღლები. ეგ უკვე პრობლემაა. კი ბატონო, მოდით ახლა ჩვენ გავუშვათ ლაშა ბუღაძეს ხედავ. ლაშა ბუღაძე და არმაზ ახმედიანი ყავს და გავუშვათ არმაზი. არმაზი, აბა გავუშვათ ნახე რა ახმედიანის რა შეადარდა. აი ნახე და სპექტში მე ამ ოპოზიციას არ წარმოვადგენ პირდაპირ გეტყვით. მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები პირდაპირ გეტყვით ამას, იმიტომ რომ ასე როგორც ახლა იქცევა ეს ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და მე ვიტყოდი დანაშაულიც, იმიტომ რომ ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ხართ ოპოზიციაში, ხართ ასე გამოდის. ასეა საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა. გასაგებ, აი ფულს თუ გადაუხდით, იტყვის რომ მე წარმოვადგენ პოსტივის მაგალითად. არა, გეხოცები რა. ფულს თუ გადაუხდით, იტყვის რომ წარმოვადგენ. ვაფშე უპრობლემოდ. ლიჩნიკად დაგიდგება ფულს თუ გადაუხდით. ვაფშე არ გინდა კინოცენტრში. ბარსეთკა გადაკიდე და ეგა. კინოცენტრში რო აიყვანო. არ კინოცენტრში არ მინდა. რატო მე წარმოვადგენ კინოცენტრს. სახში პატარა ის რომ გნომის ხელა გუბაზე რო ყავს. არა, ეს ვაფშე რომ აჩუქონ არ მინდა. აჯანდაბად მინდა. რა გუბაზი მინდა, ხო? გუბაზი რა აჩუქარ ხეს გელიგაეს. ამ ხელა გუბაზე. გუბაზი ვაფშე მე მაგ ძალიან მაგარი მემს რა ქვია ლიჩნიკების იდეები რა. გორილა რო არის. გორილა ერთი მეორე ის მინდა თქვა ორანგუტანი. აი წარმოიდგინე სადღაც შევდები მაგარი ესეთი ქალი ლიჩნიკები, ოღონდ მაგარი მებრძოლები. ეგეც აი წარმოიდგინე ლიჩნიკად მომყვება გუბაზი. ოღონდ დატრენინგებ სერიოზულად გეუბნებით რა. სუქანია ბიჭო ძალიან. ბიჭო, ზატო ისეთია რა. შენი გადასარჩენი იქნება. ერთიც არა, დავარჯიშები გუბაზიც. დავარჯი გუბაზი. წარმოიდგინე შენიდან რომ მაშინ გუბაზმა წელიწად ნახევარი მინიმუმ გაატარო. აი რომელიმე კლუბში შევდივარ და ეს დგას დამღერით ზავშრესე. თემა არ არის? მაშინ გობელინის ხუდი რო. არა, ეგ ლიჩნიკის ესთეტიკა არ არის, ეგრე ნუ ლაპარაკი. აბა როგორ რაღაცა ლიჩნების გუბაზი, იმენა გუბაზ ბარსეთკით გამზადებულია ეს, ხო, ბარსეთკას ჩადებული, ვინი გამზადებული უკვე ესე რო აგვერდება ყველა. მაგას იარაღი არ უნდა, რო უყურებს ეგრევე ხრიტავს მძერი. ეროვნული მძერი. თან მაგარი დამრტმელი. შეგაძვნათ მიშაში უნდა ემუქრებოდეს თუ ყისერ საფრთხეს დაინახოს. მე მახსოვს მაგარ გაზზე იყო გუბაზი, ხა კიდე ის გუბაზი აღარ არის, როცა რუსთავი ორი იყო ნაცების და რაღაცა იდიოტური თეორია რაჭაზე, რომ რიონს აჩერებენ თებს თხრიან, რომ ოქროს საბადოს დაბლა არის ლალის საბადო. ანუ ოქროს საბადო კი არ არის საინტერესო, იქ კიდე ლალის საბადოა იმის ქვეშ. და აჩერებენ, რა ქვია, რიონს. ის რო ზის და რომ რაჭას ხელი გაუშვი, რო იმღვირებოდა შორი და ბუი. რაჭას ხელი? და გვარამია რო ამბობდა, გახსოვს, გვარამიას ყველაფერი აფხაზეთის ამეგრე ყველაფერი. მიშას ხაზი, რაჭა ჩემი დედულედია დაგპორწყნი. ხო, დაგპორწყნი. არა, გვარამია მართლა თვალებს ამოგტყრე და აკტრიტო ეს. რაჭას ხელი. ის კიდე ის კაცურა, რა. დევი იყო ეს. ისე, რაჭას ხელი. გია ბარამიძე თამარ ჩერგოლეი. გავუშვი. ასაცილო და სამარცხინოა თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა სააკაშვილზე რო ლაპარაკობს ლუზერიო ეს ადამიანი არისო ასე შეპყრობილი მიხეილ სააკაშვილის სიზულით და იმდენად ძიმე მდგომარეობაში არის როგორც ჩანს ფსიქიურად და ფსიქოლოგიურად რომ აი ამგვარ რაღაცებსაც კადროლობს ნამდვილად არ ვთვლი მიზანშეწონილად რომ ამ ადამიანის დონეზე ვინმე დაეშვას და მის ამ სისულელებზე რაიმე სერიოზული თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი გვაინტერესებს და იმასაც დავეთანხმებით სხვადასხვა შორის. სხვადასხვა შორის თამარ ჩერგოლეიშვილმა ისეთი რაღაც თქვა ამ დიდი უგულავაზე რომ
ამაზეც მაგარსი. ყველაზე ხოდა თამარს რომ მოვისმენთ, იმასაც დავეთანხმებით, ამასაც ვეთანხმებით. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გვისმინეთ, ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით. დღეს ამით დავასრულოთ და დავიმშვიდობოთ ერთმანეთს.